80-ზე მეტი დაკვეთა რესტორნის მომსახურებაზე და ასევე გვაქვს გასვლითი პიკნიკები. დღევანდელი სოციალური ეკონომიური გაჭირვების ფონზე, მაშინ როდესაც უამრავ ადამიანს არ აქვს ლუკმაპური, მე მინდა წარმოვადგინო მენიუს ჩამონათვალი, რასაც ბედავს და ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე უკვეთავს სხვადასხვა რესტორნებს. ეს არის ქამასოკოს სულგუნი, წვადი, ღანძილი, გვიძლის წვადი, ტვინის ჩაშუშული და ასე შემდეგ, ჩაქაფული და ხინკალი და რა ვიცი. ერთი დღე მიდიან ქეიფობენ, მეორე დღეს გამოდიან პახმელიაზე. ბიუჯეტიდან თლიანობაში იხარჯება 100.000 ლარამდე იმაზე, რომ დრო გაატარონ და იქეიფონ ბიუჯეტის ხარჯზე გამგეობის სხვადასხვა წარმომადგენლებმა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას იყენებს თვითონ ადგილობრივი ხელისუფლება თავის გამოსაკვებად და ჩვენ ხელთ არის კიდევ ისეთი დოკუმენტაცია, როდესაც თვეში ყიდულობენ დაახლოებით 50 იაკობსის ყავას, გამგეობის თანამშრომლები, ძვირადღირებულ შოკოლადებს, ძვირადღირებულ კონიაკებს. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ბიუჯეტი, საკრებულოს მიერ დამტკიცებული, რომელთაც ხელმძღვანელობთ ჩვენ ხარჯების მიხედვით. აღნიშნულ მომსახურებაში გვიზის ჩვენ წლიური 27.000 ლარი, ხოლო დღეის მდგომარეობით გახარჯული გვაქვს 8.000 ლარი, ანუ 4 თვე ნახევარში. ზუსტად ახლა ამოვიღე 8.000 ლარამდეა გახარჯული, ასე რომ ბიუჯეტში ჩვენ დარღვევა და არამიზნობრივი ხარჯი არა გვაქვს. მოგეხსენებათ, სხვა რაიონზე მეტი სტუმარი ყავს თელავს, სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება და მათი გამასპინძლებისათვის გვიხდება ხარჯების გაწევა. სტუმრების ჩამონათვალი ამდენად უნდა იყოს მითითებული, არ ვიცი მე იმ საბუთში, მაგრამ მენიუ არის ჩამოწერილი, დღე და რიცხვი არის.